თავი მე-15. ხოლო ჩვენ ძლიერთ გვმართებს ვსიდოთ უსუსურთა უძლურება და არ ვეძებოთ საკუთარი თავის სიამე. ყოველი ჩვენგანი უნდა ამებდეს მოყვას სასიკეთო ახშენებისათვის. ვინაიდან ქრისტეც არ ეძებდა სიამეს თავისთვის, არამედ როგორც წერია, შენი მლანძღველების ლანძღვა დამატყდა მე. რადგან ყოველივე რაც წინათ დაიწერა, ჩვენ სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებით და წერილთა ნუგეშით გქონდეს იმედი. ხოლო მოთმინებისა და ნუგეშის ღმერთმა მოგცეთ თქვენ ერთმანეთში ერთსულოვნება ქრისტე იესოს მიერ, რათა ერთსულოვნად ერთი პირით ადიდოთ ღმერთი, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამა. ამიტომ მიიღეთ ერთმანეთი ისევე, როგორც ქრისტე მიგიღოთ თქვენ ღვთის სადიდებლად. ხოლო მე ვამბობ, რომ ქრისტე გახდა წინადაცვეთილთა მსახური ღვთის ჭეშმარიტებისათვის, რათა შესრულებულიყო მამებისათვის აღთქმული. და რათა წარმართებს განედიდებინათ ღმერთი შეწყალებისათვის, როგორც წერია. ამისათვის გაღიარებ წარმართებს შორის და უკალობებ შენ სახელს და კვლავ ამბობს. იხარებდეთ წარმართნო მის ხალხთან ერთად და კვლავ. წარმართებო აქებდეთ უფალს და ხალხებო ადიდებდეთ მას და კვლავ. ესაია ამბობს. იყოს იესეს ფესვი, რომელიც აღდგება წარმართებზე საუფლოდ, მისი იმედი ექნებათ წარმართებს. ხოლო იმედის ღმერთმა აგავსოთ ყოველგვარი სიხარული და შვიდობით რწმენაში, რათა სულიწმინდის ძალით იუხოთ იმედში. და თვითონ მეც ძმანო, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ თვითონაც სავსე ხართ სათნოებით, სავსე ხართ ყოველგვარი შემეცნებით და ძალგით ერთმანეთის დარიგება. მაგრამ ცოტა გავკადნიერდი, როცა გწერდით აქ-იქ, როგორც თქვენ და მის შეხსენებას ღვთის მიერ ჩემთვის მოცემული მადლით, ვიყო იესო ქრისტეს მსახური წარმართებთან და ღვთის სახარების მღვდელთ მსახური, რათა წარმართა შესაწირავი იყოს სასურველი და სულიწმინდის მიერ წმინდა. ამიტომ ძალმიც ვიქო ქრისტე იესოში ღვთის წინაშე, რადგან ვერ გავკადნიერდები ვილაპარაკო ისეთი რამ, რაც არ გაუკეთებია ქრისტეს ჩემი მეშვეობით წარმართა დასამორჩილებლად, სიტყვით და საქმით, ნიშნებისა და სასწაულების ძალით, ღვთის სულის ძალით, ისე რომ იერუსალიმიდან და მისი შემოგარენიდან ილურიკიამდე გავავრცელე ქრისტეს სახარება. თანაც ვცდილობდი მეხარებინა რა იქ, სადაც უკვე ცნობილი იყო ქრისტეს სახელი, რათა არ მეშენებინა სხვის საძირკველზე, არამედ როგორც წერია, ვისთვისაც არ გამოუცხადებიათ, დაინახავენ და ვისაც არ მოусმენია, მიხვდებიან. ამის გამოც იყო, რომ მრავალგზის შემიფერხდა თქვენთან მოსვლა. ხოლო ახლა, როცა ჯერ კიდევ არ მაქვს ადგილი ამ ხარეებში, ხოლო მრავალი წელია მსურს თქვენთან მოსვლა, როგორც კი დავაპირებ ესპანეთში გამგზავრებას, გამოგივლით, ვინაიდან ვიმედოვნებ, რომ გნახავთ გავლისას და თქვენ გამაცილებთ იქ და ერთხანს მაინც დავტკბები თქვენთან ყოფნით. ხოლო ახლა იერუსალიმში მივდივარ წმინდათა სამსახურად, რადგან მაკედონიამ და აქაიამ ინებეს მოწყალების მიცემა ღარიბი წმინდებისათვის, რომლებიც იერუსალიმში არიან. ინებეს და მოვალენიც არიან მათ წინაშე, ვინაიდან თუ წარმართები ეზიარდნენ მათ სულიერში, ხორციელადაც უნდა მოემსახურონ მათ. ამრიგად, როცა დავამთავრებ ამას და ბეჭედს დავასვამ მათ ნაყოფს, თქვენთან გამოვლით წავალ ესპანეთისკენ. ხოლო ვიცი, რომ თქვენთან მოსვლისას მოვალ ქრისტეს სახარების სრული კურთხევით. შეგაგონებთ თქვენ ძმანო ჩვენი უფლით იესო ქრისტეთი და სული სიყვარულით ჩემთან ერთად იბეჯითოთ ჩემთვის ღვთისადმი ლოცვებში. რათა გადაურჩე ურწმუნოებს იუდეაში და წმინდათათვის სასიამოვნო იყოს ჩემი სამსახური იერუსალიმისათვის. რათა სიხარულით მოვიდე თქვენთან ღვთისნებით და დავისვენო თქვენთან. მშვიდობის ღმერთი იყოს ყველა თქვენგანთან. ამინ.